გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით მხიარული ფუტკრის გვერდიდან. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება საკონტროლო დამუშავება ვარუას ტკიპაზე. ამისათვის საჭირო არის ავადუღებთ წყალს და შემდეგ დავაცდით ბუნებრივად თავისით რომ გაგრილდეს. საჭირო არის 100 გრამი შაქარი, მჟავა, ასიდო ოქსალიკო, რომელიც გვაჩუქა ჩვენმა მეგობარმა ბონდო ხუჯაძემ, ესპანური წარმოების მჟავა. ეხლა გავაკეთებთ სიროპს და მხოლოდ 5 გრამს მივაწოდებთ თითო ჩარჩო ფუტკარს. აქედან გამომდინარე, შეიძლება 20 გრამი დაჭირდეს ერთ ოჯახს, ან 30 გრამი გააჩნია რამდენი რაოდენობის ფუტკარი არის სკაში. რამდენი ჩარჩო ფუტკარი ცხოვრობს. დავიწყოთ მეგობრებო. 1 ლიტრზე ცოტა მეტი მაქვს წყალი წამოღებული. უბრალოდ სასურველია რომ ზედმეტი რაოდენობის სითხე არ იყოს სკაში. როგორ მოქმედებს ახლა ეს მჟავა? როდესაც ფუტკარი დასველდება, დაიწყებენ ფუტკრები ერთმანეთის გასუფთავებას და გაწმენდას. ძალიან მალე გაიხსნა წყალში მჟავაც და რა თქმა უნდა შაქარიც. ზად არის სიროპი მეგობრებო და დავიწყოთ მუშაობა. უბრალოდ ჩარჩოებს შორის ჩავასხავთ. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ახლა მე თქვენ გაჩვენებთ პრაქტიკაში. აი მეგობრებო, ცოტა გაღიზიანებული არის ფუტკარი. რამოდენიმე წამი ხარჯება თითო ოჯახთან. ძალიან მარტივად კეთდება ეს ყველაფერი. ეხლა რატომ ვეძახით საკონტროლო დამუშავებას? რადგანაც არის უბარტყობა, აქედან გამომდინარე გადაბეჭდილი ბარტყი არ არსებობს. თუ იქნება ვარუას ტკიპა, აუცილებლად იქნება განადგურებული. ვერსად ვერ დაიმალება. აი ეხლა აქ არის 4 ჩარჩო ფუტკარი, 4 კი არა 5 არის. გუნდი შეკრული არის, უნდა ვეცადოთ რომ გუნდი არ დაიშალოს. ფუტკარს არ ვეხებით ჩვენ, უბრალოდ ჩარჩოებს შორის დავასხავთ სიროპს. დასრულდა მეგობრებო აქაც მუშაობა. დავინახოთ შემდეგ სკასთან. ეხლა ალბათ გაინტერესებთ რატომ არ ვაკეთებ შებოლების საშუალებით და რატო გავხსენი მჟავა თბილ წყალში. როდესაც გარემოში არის დაბალი ტემპერატურა, აი მაგალითად ეხლა გელათში არის 8 გრადუსი, მაშინ ვარუას ტკიპაზე დამუშავება უნდა გავაკეთოთ ხსნარის საშუალებით, ასე უფრო ეფექტური არის ვიდრე შებოლების მეთოდი. კრაზანამ შემოაღწია ტანსაცმელში. ეხლა გაჩვენებთ კრაზანას. რაცა სხვანაირი ხმა ქონდა და ფუტკრის ხმა არ არის, მე ვიფიქრე. მართალი ყოფილი ვარ. კრაზანის ნაკბენი მეგობრებო, გაცილებით ძლიერი არის ვიდრე ფუტკარი და გირჩევთ მოერიდოთ. ვიდეოს აღწერაში დავტოვებ Facebook-ის ჯგუფის ლინკს და კიდევ იქნება ჩემი TikTok-ის გვერდის მისამართი. ძალიან საინტერესო და სახალისო ვიდეოები მაქვს TikTok-ზე ატვირთული. გადადით მეგობრებო და გამოიწერეთ. ნახდათ არ მინდა ახლა ფუტკრის ნაკბენი. გადავჭრონია. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დარტყმა მომაყენეს. ვიდეო არ მქონდა ჩართული და კბინა ერთმა ფუტკარი. თავიდან ვიფიქრე მაკოცებდა, მაგრამ ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ მიკბინა. ფუტკრების მკურნალობაზე იგივე პრეპარატით, ასიდო ოქსალიკოს მჟავით, მაქვს ერთი ვიდეო ჩაწერილი. შეგიძლიათ ნახოთ მეგობრებო, იქ დეტალურად მაქვს აღწერილი შებოლების მეთოდი. ასევე დეტალურად მაქვს აღწერილი ის ინსტრუმენტი, რისის საშუალებითაც ხდება მჟავის შებოლება სკებში. ამით დავასრულეთ საშემოდგომო სამუშაოები. ცოტა სიროპი მოგრჩა, ისი შენახვა არ ხდება მეგობრებო, უკვე ეს არის უვარგისი და მეორედ გამოყენება აღარ შეიძლება. მადლობა მინდა გადავუხადო ბონდოს. ჩვენი ძმაკაცი არის, ჩვენი ძმა არის ბონდო და გვაჩუქა ასიდო ოქსალიკოს მჟავა. უკვე მესამე ზამთარი არის მეგობრებო, რაც მხოლოდ და მხოლოდ ამ პრეპარატს ვიყენებ ჩემს საფუტკრეში და აღნიშნული მეთოდით ვევრძი ვარუას ტკიპას.
თუ კი ვინმე გადაწყვეტავს რომ აღნიშნული მეთოდი დანერგოს თავის საფუძვლში, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატი და მის შემადგენლობაში არ არის ანტიბიოტიკები, ვიდეოს აღწერაში დავტოვებ ფონდ ხუჯაძის ლინკს. გადადით მეგობრებო და დავუკავშირდით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ ამ ვიდეოს ნახვისთვის. ამით დასრულდა საშემოდგომო სამუშაოები, გავაკეთეთ საკონტროლო დამუშავება ვარვას ტკიპაზე. იმედია, კარგი, ხუთქუთა თოვლი იქნება. მინდა რომ ძალიან კარგი, სანახაობრივი, ლამაზი და საინტერესო ვიდეოები გავაკეთო ზამთარში. და ლაიქეთ მეგობრებო ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ძალიან დიდი მადლობა ყველას.